წიგნის ბეჭდის გამოგონებამდე მე-15 საუკუნეში წიგნები ხელით იწერებოდა. საუკეთესო მათგანი კი ელვარე ფერებით და ნამდვილი ოქროთი ილუსტრირდებოდა. განათებული ტექსტები მხოლოდ სილამაზისთვის არ გამოიყენებოდა. ოქროთი შესრულებული ილუსტრაციები მნიშვნელოვანი ნაწილების გამოსაყოფად გამოიყენებოდა. ოქრო შუა საუკუნეების ხელნაწერ წიგნებში ძვირი სიამოვნება იყო, რაც თავად ტექსტს განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებდა. მისი პრიალა ზედაპირი სანთლების ან მზის შუქზე ასხივებდა ისე, თითქოს წიგნი თავად იყო განათებული. სოლიდური ოქროს ილუსტრაციები მხოლოდ ილუზიას ქმნიდა. რეალურად ეს ოქრო ძალიან თხელი იყო, ფაქტობრივად ოქროს ფურცელი და ოქროს მტკიცე ეფექტი მიიღებოდა გესოს ფენაზე დასმის გზით, რაც გლუვი იყო და წებო შეიცავდა. გესო აკავებდა ოქროს და მის ზედაპირზე შუქის მოხვედრისას მას აბრეშუმისებურ იერს აძლევდა. გესოს წებო გამოყენებისას რეაგირებდა სითბოსა და ტენზე და რბილდებოდა. ოქროს დასმისთვის 3 წამი არის საჭირო. ამ პროცესში ვიყენებთ ბერნიშერს, გაპრიალებულ ქვას, რომ ოქრო კარგად მიიკრას. ბერნიშერი გამოიყენებოდა ოქროს გასაპრიალებლად, რათა ელვარება დაეწყო. აი ახლა პრიალი ხდება, ფერი უკვე კარგად ჩანს. შემდეგ იწყებოდა მინიატურის ფერწერა. პირველ ფენას ემატებოდა ტონები და ჩრდილები, რაც გამოსახულებას, მოცულობას აძლევდა. და ბოლოს თეთრი დეტალები და კონტური, რომელიც გამოსახულებას აცოცხლებდა. შუა საუკუნეების საღებავების ყუთში შედიოდა პიგმენტები მთელი მსოფლიოდან, მაგალითად ლაზურეტის ქვა ავღანეთიდან და ორპიმენტი ვულკანური კრატერებიდან. მინიატურების დასრულებას ხშირად დიდი დრო სჭირდებოდა. ეს კონკრეტული მინიატურა 1 თვის ან 6 კვირის განმავლობაში სრულდებოდა. ერთი წიგნის შექმნას კი რამდენიმე წელი სჭირდებოდა მთელი ჯგუფის მუშაობით. ბევრი შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნი დღეს სრულად შემონახულია. მათი ფერები ისეთივე ცოცხალია, როგორც მათი შექმნის დღეს.